მოგესალმებით და ბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ მძიმე დანაშაულს. დღეს უნდა ვნახოთ მე-10 და მე-11 სერიები მეხუთე სეზონის და სამწუხაროდ ეს იქნება ბოლო შემთხვევა, როცა Breaking Bad-ის ორ სერიას ერთად დავარეაქტებ. მაგის შემდეგ პოდიშით ერთი რაღაცა. მაგის შემდეგ რამდენი სერია დაგვჭირდა 12 ხუთი სერია დაგვჭირდა და არ მგონია რომ ამ დღეებში მოვახერხო ერთი და მეორეც ერთი ისეც ცოტა სერიაა და ერთად რომ დავარეაქტოთ კი შეიძლება, მაგრამ რავი არ მგონია ამ დღეებში მოვახერხო ორი ერთად დარეაქტება. და ხო, რავი, ანუ შემდეგი ბენდინას რო ვიკეთებ, უფრო მიჩეჩდება თმები. Breaking Bad. მაგრამ ცოტა სერია დაგვჭა. არაფერი კატასტროფა არ არის. ბოლოს მაინც დავდებ ყველას თავის დროზე. ამიტომ არ ინერვიულობთ. ეს იქნება ახლა ორი სერია ერთად. და ხო, ეცეთ. ასე აჯობებს. სერიას ქვია Buried მე-10 სერიას. საინტერესოა ვის მარხავთ, ან რას მარხავთ. შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით იყოს Buried, ანუ პონჩი რომ სამხილების განადგურება უნდა ვოლტს ან რამე. ან ჰენკმა რომ Buried შეიძლება პირიქით ვოლტის საწინააღმდეგოდ იყოს. დაგულისხმები რომ ვითომ და ჰენკი რაღაცას გაუჩალიჩებს, მაგრამ წინა სერია ისეთ მომენტზე დამთავრდა, რაღაც მეეჭვება რომ ამ სერიაში ჰენკმა რამე მაინც უქნას. ჩემი კომპიუტერი გამომერთვა მის დედაც. მეზიზღება ასე რომ აკეთებს. მაგრამ ისე ჰენკმა წესით, ანუ ფაქტობრივად ჰენკს ახლა შეუძლია მივიდეს ამ სამხილებით DEA-ში, თავის სააგენტოში, სამსახურში და უთხრას რომ აი აქედან დავასკვენი რომ ვოლტი ჰაიზენბერგია უაჩვენოს ის რომ უთვალთვალებდა რომ ჯესი პინკმენთან იყო მისული, სოლ გუდმენთან იყო მისული და უთხრას რომ საქმე ამოხსენიო. ფაქტობრივად ეს საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ ჰენკს არც ისე უნდა, ანუ ჰენკმა კი უთხრა ვოლტს სუკიდია ჩვენი ოჯახიო, რაც სიმართლე არ არის, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ახლა შედარებით ნაკლებად, ანუ ის არის რომ თავიდან ხო ყოველთვის ოჯახისთვის აკეთებდა ვოლტი, მაგრამ ახლა უკვე თავისი ეგოს და იმის რა ქვია სიამაყეს, როგორც მაიკმა თქვა, ისთვის აკეთებს ამას და არ ვიცი, ანუ მაგპონჩი ჰენკს კიდე შეიძლება რომ ასეთი აზრი მოვიდეს, მაგრამ თვითონ მეეჭვება ჰენკმა რომ ასეთი რამ გააკეთოს. თან ერთი მომენტი სკაილერმა რომ იცის, ჰენკმა ხო არ იცის ეგ ჯერ. როგორც თქოში სკაილერი და ბავშვი მოიყვანე და ეს არ მოხდება, ვილაპარაკოთ ერთად და ასე თუ ისე ხო, კომპიუტერი გადავტვირთე და ხო, მოვედი. უცებ ჩართე სერია და შემომშინე რომ ხმა არ ქონდა და 3-2-1 დავიწყეთ. აბა ახლა. როგორც იქნება, მადლობა. ბევრისთვის არ მიყურებია 30 წამს უყურე მარტო, ხო ეს ტიპი რომ გამოვიდა. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ.
ეს ლიმონათია ღვინო არ გეგონოთ. არც ლუდი. უფრო ლუდი. ეს ჯესიმ როფული ხო ახლა მოვწვი და ყველასგან აიღებს ეზოებში ხორ და იწყება ახლა განაძრომას და ფულის აგებას და მოიფარავს ესეც ჯესი ამაზე ძევს ნუ ეს ვოლტი ეს ახალი გაბოსულია ჰენგის თარიღიდან უბრალოდ ჩამოწევს ხო არაფერს ეთქვიან ერთმანეთს კი არა მეთქი გამეორდება სიტუაცია მარიანო მე ვარ სკაილერი დამაკავშირე არა ახლავე დამაკავშირე უთხარი რომ სასწრაფო საქმე მაქვს რას ნიშნავს ტელეფონს არ შორდება უფლებას გაძლევ ტელეფონს მოაშორო მარიანო ტელეფონზე ვის ელაპარაკება რა ხდება ჰენგსე მარიანო ვის ელაპარაკება ტელეფონზე ხო შევიკაი რა უთხრა ყველაფერი უთხრა კარგი შევიკაი ნუ სკაილერმა იცოდა შევიკაი წავიდა სად არის სკაილერი სად არის ახლა ხან წავიდა არ უთქვა სად მიდიოდა ჰენგთან წავიდა არა რა
რა უთხრა, ანუ უბრალოდ რაღაცის გამო უნდა შეხვედრა თუ იმენა უთხრა რომ ვოლტს ეხება? თუ იმენა უთხრა რომ ვოლტია ჰაიზენბერგი? სკაილერ თავგზა მაქვს აბნეული. ვერც კი წარმოვიდგენ შენს თავში რა ხდება. არა, სულ სხვა რამე ხდება. შენ აზრზე არ ახარ. ახლა ყველაფერს აზრი მიეცა. შენი აუზში ჩახტომა, ბავშვების ჩვენთან გადმოყვანა. ანუ მაგასაც მიხვდა რომ იცოდ. მესმის. ნეტა უფრო ადრე დამენახა ის, რასაც ახლა. გასაგებია. კარგი, ბოდიში ჰენკ. ბოლდი მონსტრია. ნისმინე. არ ვიცი რა გაგიკეთა და რითი გაიძულა რომ მისი საიდუმლოებები შეგენახა. დაგემუქრა თუ რამე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოახდინა. არ ვიცი იყო თუ არა მისი მხრიდან შეურაცხყოფის მცდელობა. არა, არ ყოფილა. არა, შეურაცხყოფის ზოგჯერ იყო, მაგრამ გაიხსნა. არაფერი დამიმალო, კარგი, ვერც იმას ხვდები, გესმის თუ არა მისი დანაშაულებების მასშტაბები, მარტო მეთამფეტამინის მოხარშვა კი არა, ადამიანების სიცოცხლის მგრევაზეა საუბარი. მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა, დღეიდან აღარ იქნები მისი მსხვერპლი. რადგან აი რას ვიზამ სკაი. სკაი. აი რას ვიზამ. ბავშვებთან ერთად ჩვენთან გადმოხვალ. სადაც უსაფრთხოდ იქნები. სადაც ის ვერ მოგხვდება. ჰენკ. მარი მიცის? არა. არა, მაგამდეც მივალთ, მაგრამ ჯერ მხოლოდ მე და შენ ვიცით, კარგი? სანამ ჩვენთან გადმოხვალ, მინდა რომ ყველაფერი მომიყვე. თან იწერს. კარგად დაფიქრდი, დაიწყე სულ თავიდან ყველაფერი, როდესაც პირველად გაიგე ბოლდის მოქმედებების შესახებ და ეცადე ყველაფერი რაც შეიძლება დეტალურად ახსნა. რა? გინდა მაგას ელაპარაკი? ამ წუთას? ხო, რატომაც არა. სანამ ჯერ კიდევ სიახლეა. და არ დაგავიწყდეს შენი სახელი და დრო აღნიშნული. მარა, არაფერს იტყვის. ჰენკ. ეს მაინც და მაინც ახლა უნდა ვქნათ? არა, აუცილებლობას არ წარმოადგენს. მაგრამ ერთი რაღაც უნდა გავითვალისწინოთ, მე მჭირდება რამე საფუძვლიანი, რომ ჩემს ხალხს მიუტანო. მჭირდება ჩანაწერები, რაიმე საბუთი, ამიტომ შენი დასტური ვოლტის კრიმინალურ მოქმედებებთან დაკავშირებით. რანაირი მწირი ინფორმაციაც არ უნდა იყოს, მაინც ძალიან დიდი დახმარება იქნება ჩემთვის. ხვდები, ამ მასშტაბის საქმის აწყობა დამამტკიცებელი საბუთების გამოძიება საკმარისი იმისთვის არის, რომ კანონით გაასამართლო. ძალიან დიდ დროს წაიღებს, მე კი არ მინდა რომ ნაბიჯვარს დრო ამოეწუროს. რას ნიშნავს დრო ამოეწუროს? მის სიმსივნის. სიმსივნე დაბრუნდა. ასე მითხრა. შენთვის არ უთქვამს? ვინიცი საერთოდ მართლა დაბრუნდა თუ არა? მატყუ არა. ჩემიკაი ჰენკი მენა. ნაბიჯვარია, მისმინე მიუხედავად იმისა, მაინც უნდა ვივარაუდოთ რომ ასეა. იმ ბოზიშვილმა თვალებში შემომხედა და მითხრა რომ თუ მართლა ისევ ცუდადაა, მაშინ ის მკვდარი იქნება, სანამ მე რამის დამტკიცება შეძლებ. გამბედაობა ყოფნის. კი, ნაბიჯვა. გამბედაობა მოკლედ ყოფნის. მე მაქვს რაღაც მონაკვეთები ერთი მთლიანი გრძელი ამბიდან, მაგრამ ცალ-ცალკე ისინი არაფერს არ ნიშნავს და აი შენი დახმარებით, როდესაც ყველაფერს ამის მოყოლას დაიწყებ, შეიძლება მზის ჩასვლამდე არ დაიწყებს. ჰენკ, ვფიქრობ მე მგონია რომ ადვოკატი მჭირდება. რა? არა, არ გჭირდება შენ. მე ვფიქრობ რომ მჭირდება, კი? სკაილერ, შეიგნე რომ აქ შენს დასახმარებლად ვარ, მაგრამ ეს რომ გავაკეთო პირველ რიგში შენ უნდა დამეხმარო. როდესაც საქმეში ადვოკატები ერთვებიან, ისინი გზებს ბლოკავენ იქ, სადაც არ არის საჭირო. აქედან გამომდინარე, მე სიტუაციის კონტროლს დავკარგავ. მე პირადი უსაფრთხოებისთვის მინდა, ვფიქრობ უფრო მეტი აზრი დევს იმაში, რომ ვინმესთან ლაპარაკი შემეძლოს.
სკაილერ, მე ვარ შენი ყველაზე დიდი ადვოკატი და გეუბნები, რომ შენივე კეთილდღეობისთვის უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. იმის მაგივრად, რომ უკან სვლით თავდაცვაზე გადახვიდე. არ ვამბობ, რომ სწორია, რასაც ვაკეთებ, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილობრივი პროკურატურა სხვანაირი თვალით შემოხედავს. ეგ საიდან იცი? სკაილერ, უკვე საკმაოდ დიდი ხანია სტრუქტურაში ვარ და ზუსტად ვიცი ესე იქნება. ისევ შენს ინტერესებში შედის ყველას დაანახო, რომ არაფერი გაქვს დასამალი. მისმინე. დედამიწის ზურგზე შენს დაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის არავინაა, ამიტომ დამიჯერე. რომ ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. მაგრამ ჰენკ რაღაც ვერ ვატყობ რომ საერთო ინტერესები გვაქვს, რადგან მეუბნები რომ ადვოკატთან არ ვილაპარაკო. თითქოს რადგან არ უნდა დაგიჩნდეს, მხოლოდ ვოლტის დაჭერა გინდა. ნუ ვოლტის დაჭერა უნდა. სწორედ ეს არის შენი ერთადერთი ინტერესი. კარგი. დამშვიდი. კი, ძალიან მოგვიანებით შეძლებ ემოციური, ანუ ძალიან ემოციური ხარ ახლა. უნდა დაიწყნარო ნერვები და მე ილაპარაკო ბაგასზე. მიუხედავად იმისა, რომ დამეჭანი დიდი დრო დაგჭირდება. სახლში წამოიყვანო, სადაც უსაფრთხოდ იქნებიან და შემდეგ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს. მაგრამ ეს ანუ რომის ცხოველი მოვიდა. ბავშვებს უნდა უთხრან რომ ვოლტია აიზენბერგი. ჰენკ არა, წამოდი სახლში წავიდეთ და იქ მოვაგვაროთ ეს ამბავი, წამოდი. მე დაპატიმრებული ვარ? ვაიმე სკაილერ. რა? დაპატიმრებული ვარ მე? სკაილერ. არ სკაილერ, ამ საკითხს გახსნილი გონებით არ უდგები, ამიტომ უნდა მომისვინო. სკაილერ. დაპატიმრებული ვარ? ვარ დაპატიმრებული? არა. დაპატიმრებული ვარ, ჰენკ? მაპატიმრებ? შენ სკაილერ, ნუ როგორც კარგი, როგორც შეცვლო გამოცურა. იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავდა, რომ ბავშვებისთვის ეთქვათ, რომ ის იყო, რა ქვია, ვოლტი იყო ჰაიზენბერგი. ნუ ბავშვებისთვის რა, ფლინისთვის, ჰოლირას გაიგებს, მაგრამ არც ეს არის კარგი ასეირი, რას აკეთებენ ესენი? ფული? იესო, მარიამ და იოსო. ცვეთში. უნდა ვქნა ძმაო. რა უნდა ქნა? ეს ვიცი მიმიდან. ჰეი. რა საკეთებ? ჰიუ. გეყოფა უსაქმურობა. აქ საქმის გასაკეთებლად მოვედით. განძენებირობისთვის კი. გესმის ჩემი? მე არ ესმის. მაგის დედაც. საგო. რამდენი ხანს გაატარებთ აქ? მექსიკა. მეტი კი არაფერი. ტიპმა ციხეში 2 წუთში 10 კაცი მოკლა. მეტი კი არაფერი. მეტი კი არაფერი. ხო, ისევ მე ვარ, მისმინე. უნდა გადამალო იქ ჩანთები. მაიმუნები ბანანებში იმალება, გასაგებია? დამირეკე. ჯესის? მესამე შეტყობინება საჭანდაბაშია ეს ბავშვი. სკაილერია. არა იყო. უნდა ველაპარაკო. მობილურს უპასუხებ და დიდი შანსია შრეიდერი კანონის სრული დაცვით იცის. ჩაიწეროს ყველაფერი, რასაც იტყვი, რითაც მხოლოდ მას დაეხმარები და არავის უარს. საერთოდ რატო გიდევს ელემენტი მაგ რაღაცაში? ამოიღე. ისინი შეიძლება შენს კუთხეში მოქცევას ცდილობენ. ეს ცუდი აზრი იყო. არც კი მჯერა რომ მასთან მივიდა. ალბათ პანიკაში იყო. ჩემთან დალაპარაკების გარეშე შეხვდა ერთი წამითაც არ უყოფმანია. არ ვამბობ რომ ცუდი არ არის. ნუ შენ თავს დააბრუნე. მოხდა, მაგრამ უარესი შეიძლებოდა. მართლა მეტი რაღა უნდა მოხდარიყო. რა იცის შენ მაცოლმა? შეიძლება პირდაპირ ფლინისთვის ეთქვა. მხოლოდ გაგონილი აქვს იმან როგორ თქვა და მერე ამან როგორ თქვა, მაგრამ სკაილერს მხოლოდ ერთი სამხილი აქვს, რომელიც შეუძლია ფედერალებს ანახოს და ეს შენი ფულია.
ხოლო როდესაც ამ ფულს მოვაშორეთ, მაშინ ხელში აღარაფერი აღარ შერჩებათ. არაფერი. ჰენკმა იცის, ანუ ეს უკვე არ არის. ჰიული და კიუბი ფულის მოსაშორებლად მეორე მოყვა წავიდნენ. მოგიშვიროს, ყოველთვის არსებობს. ყოველთვის არსებობს. რა არსებობს? რა არსებობს მართლა? როდესაც მე გიფიქრია შენი ქვისლი სამოგზაუროდ ბელიზში გაგიჟდა. რა? ბელიზში. ხო, სო ლეგენდება. ბელიზი, სადაც მაიკი წავიდა. სამოგზაუროდ ბელიზში. Soul Jobs იმას გულისხმობდა, რასაც მე ვფიქრობ, რომ გულისხმობ. ჩემი ვარაუდია, ჰენკი ჩემი ოჯახის წევრია. გასაგებია შენთვის, არც ისე დიდი ხნის წინ ამ სტრატეგიამ შენთვის ძალიან სასარგებლოდ იმუშავა. რა ჯანდაბა გჭირს? ხო, ჩემი ბრალია, მესმის ოჯახი ხელშეუხებელი და მთელი ამბავი, მაგრამ გასაგებია, უბრალოდ ჩემს აზრებს გაწვდი. ნუ ხო. რადგან აქაურობა არის მინება, ღმერთო, ბელიზში გაუშვიო. როგორც იქნა. დიდი ხანი გვალოდინეთ. ვინმე მოგზდევდათ? დარწმუნებული ხარ? ესე რომ იყოს ახლა უკვე უზე კოტრიალოდ. თავზე მოხადე ეს უყელას მივხვდი რომ შემოწმება მოგინდებოდა. სწორად მივხვდარ ხარ. დახურე საკმარისია. დაცლაში დახმარება თუ დაგჭირდება? ხო, ამ რაღაცეების თრევა ერთი კაცისთვის რთულია, რამეს მოვახერხებ. დამატებით დროზე არ ვარ წინააღმდეგი. Hills და კლუბის გადაუხადე და შენი წილიც აიღე და ნაჩვენი ჩემია. იმ შემთხვევაში თუ დაგჭირდი, ფიქრობ მაგის ალბათობა ძალიან მაღალია. ჯესი იპოვე. გასაღები მომეც. კაი, აქ გავალ 2 წუთით და მოვალ. ვაგრძელებთ 3 2 1. ეს ხო buried. ახლა მოვწვი სერიის სათაური. Soul Good მესწავლეთ თუ შეიძლება. Skyler White. არა, გთხოვთ არ მითხრათ რომ მან არ არის. ვიცი რომ თავს არიდებს ჩემს დარეგილს. ესე გებია Soul Speakers. რომ ჰენკი უთვალთვალებს. რას ნიშნავს არ იცით? ან იყო ან არა, არ მესმის. ნედაიცოდნენ. Plinia. Mary. Sky, ვიცი რომ სახლში ხარ. შემომიშვი. ჩემი უთხრა. უთხრა? Skyler, აქ მოვიცდი სანამ კარს არ გააღებ, ხო და ან ეხლავე გააღიან 3 საათის მერე. არ აქვს მნიშვნელობა, არ წავალ სანამ არ გნახავ, Skyler. გთხოვ. მარტო შენ. ჰენკი არა. შო? მითხარი რომ ჰენკი გაგიშდა.
მითხარი რომ არ იცის რას ლაპარაკობს. რამე უნდა მითხრა სკაილერ. ნებისმიერი რაღაც რაც იმის გაგებაში დამეხმარება რომ ეს სიმართლე არაა. შემიგაი ნუ მერი და ჰენკი მეწოდებიან ისეთ იმას გადიან ახლა ემოციურ ხო სკაილერი კიდე თავისით რომ მიხვდა და გაათანეს ეს ყველაფერი თან რამდენიმე თვეც იყო გასული მაგის მერე და რამდენი ხანია რაც იცი? ამაზე პირდაპირ გაჩვენა ჰენკმა თქვა რომ მაუსში როცა ჩახვედი მაშინ გაიგე. როცა ის გქონდა. მაგ დროს არა. უფრო ადრე გასპრინგის მერე? არა ფული. ის ფული ვოლტმა რომ იშოვა. ავტოსამრეცხავ რომ მიყიდეთ. და ეს აზარტული თამაშების ისტორია ტყუილი იყო. კი მე ყველამ დაიწყო გაანალიზება ყველამ ორივე ჰენკმა და მელკი არ დაგავიწყოს რომ სკაილერის მოგონილი იყო ეს ამბავი იცოდი. სკაილერ. იცოდა ხო მაშინ იცოდი როცა ჰენკს ესროლებს. ეგ ერთი დღის განსხვავებით მოხდა ეგ ამბავი სკაილერ? ნუ მაშინ გაიგო რამდენიმე დღით ადრე მარი. ძალიან მწუხვარ. მწუხარ. შენ ჰენკს იმიტომ არ ელაპარაკები რომ მგონია ვოლტს ყველაფერი გაუვა. შენ გაის სკაილერი რასაც უდავია ამ სეზონში იმენა არ ვიცი ყველა მაგას აბულინგებს მოდი წავედით პატარო. შემიგე მარი რასაკეთებ? ის ჩვენთან ერთად მოდის. არა არ მოდის. დამიბრუნე მარი. ჰენკ შემიგე ამ სახლს ჩემ გოგოსთან ერთად ვერ დატოვებ. დამიბრუნე ჩემი შვილი. დამიბრუნე მარი. გაჩერდი. შენ მას აშინებ მარი დამიბრუნე. მის დაცვას ვცდილობ. დაცვას როგორ ბედა მე ვარ დედამისი. ნუ კი მის დაცვას ვცდილობ. არის ეს ლაპარაკობ დამიბრუნე. მარი ჰენკ უნდა დამეხმარო. მომისმინე პოლიციაში დავრეკავ. დარეკე სკაილერ დარეკე. დავრეკავ. მარი დატოვე. ჩემი შვილი დამიბრუნე. მარი სკაილერ მის გარეშე არ წავალთ. ეხლავე დამიბრუნე ჩემი შვილი. მარი უკანონოდ იქცევი ბოლოს და ბოლოს ახლავე დააბრუნე. მიდი. იქ რომ გააკეთო მაგარ შარში არაფერი, საწანი ჰოლი დედა აქ არის დამშვიდი. დამშვიდი. ნუ ეს დამშვიდი პატარო. ძლიერი დედა სცენა შენთან იყო არის დამშვიდი. შვიდად. მაგრამ მერისთვის ძალიან რთულია ახლა ამასთან შეგუება თუ გავითვალისწინებთ იმას რომ სკაილერმა პირდაპირ შენი თან ახლა იგივე მეორდება წინაზე ჰენკმა რომ შემოარტყა ვოლტს ახლა მერიმ სკაილერს და ისეთივე პანიკური შეტევა უნდა დაიჭირო. შენი კაი ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებო ამ მომენტამდე მივედით ხალხო
ჰენკის სახეს შეხედეთ რა. არა, ტრადიცია აქვს ამ სერიალს თუ რა ვერ გავიგე ერთ პერსონაჟს რო მოკლავენ, იმედა მეორე და შეიყვანოთ პრაიმში. ნუ, როგორც პერსონაჟი ტუკო მოკლეს და გამოჩნდნენ ტუპები და ხოც ეს გასი აჩვენეს უფრო მეტყანს. თან იმ წამსვე, რაც მაიკ მალეონელი მოწამლა. გასი მოკვდა და მაიკი იყო პრაიმ პერსონაჟი პირველი სეზონი, მეხუთე სეზონის პირველი ნახევარი. და ახლა მაიკი მოკვდა და შემდეგ სერიაში უკვე ჰენკმა გაიგო რომ ვოლტი ჰაიზენბერგი იყო. იმედი ეს იმას არნიშნავს რომ ჰენკსაც მოკლავენ. მიუხედავად იმისა რომ მაქვს ის ვერსია რომ ვოლტი ჰენკს ნიკლავს. ან ჰენკი ვოლტს თუმცა მე ჭრება ანუ რაღაც პონჩი ოჯახზე ორივენი ზრუნავენ და რთულია ჩემთვის იმის დაჯერება რომ ერთი მეორეს მოკლავს, მაგრამ თუ რამე მსგავსი მოხდება, უფრო იმის მჯერა რომ ვოლტი მოკლავს ჰენკს, ვიდრე იმის რომ ჰენკი მოკლავს ვოლტს, იმიტომ რომ ვოლტის პერსონაჟის ამბები ვიცი. 19, 20, 106, 36, 52. აჰა. რა ხდება? ხო. Skyler. სად იყავი? ღმერთო ჩემ. რა მოხდა? ფული ხომ გადაიტანა? სადმე დამარხე? ჩემი შეტყობინება მიიღე? ჰენკისთვის არაფერი არ მიტყობს. ხო. ვოლტ. ოჩები ხარ. გეფიცები არაფერი მიტყობს. ერთადერთი ის უთხარი რომ თქვი იცოდი. რამე გთხოვ? ღმერთო ჩემო. ვოლტ. ვოლტ. გადაიცვა იმ აუჩი. ეს გადასულები დააბრუნეს. ეს თან ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ ვოლტი ხო. რამდენი ხანი ვიყავი გათიშული? დაახლოებით 4-5 საათი. ნუ ისე თავიდან ისე აჩვენეს თითქოს და მეტი იყო. მაგრამ ალბათ გვიანი იყო უკვე და მაგიტომ. სიმართლეა? რა? სიმსივნე დაბრუნდა? ხო. ასე იყო. გაგაბედნიერა? რა? აუ ხო.
ხო ამბობდა თავიდან. მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი. უბრალოდ მითხარი. ვიცი რომ ჰენკს ელაპარაკე. ვიცი რომ გარიგება დადე. სკაილერ. საქმეს გაგიადვილებ. ჩავბარდები. ერთ რამეს თუ დამბირდები. ფული დაიტოვე. და ამაზე არასდროს ილაპარაკო. არასდროს დათმო. ბავშვებს გადაეცი. ყველაფერი მიეცი. გააკეთებ ამას. გთხოვ, ისე არ გამოიყვანო თითქოს ტყუილად ვისრომე ამდენი. არა? ჰენკმა როგორ გაი? ვინმე ილაპარაკა? არა. არავის ულაპარაკია. ნუ ეგ შეგიძლია უთხრა ეს მე ვიყავი. მე ჩავისვარე. კი. შენი უყურადღებობის გამო ჰენკის ლაპარაკიდან გამომდინარე. როგორც ჩანს მარტო იჭვები აქვს. მარტო იჭვები. მეტი არაფერი. ფულის მიცემის გარეშე კი ვერ ჩაბარდები. სხვანაირად არ ხდება უოლტ. იქნება უკეთესი ვარიანტი. ჩუმად ყოფნა. ნუ ვოლტს არ უთქვამს ჰენგისთვის რომ მართალი იყო. ვინას? ეს რა ქვია ტიპს? დეკლანი. კარგი, შეგიძლია მოიხსნა. ლიდია. ლამაზი ხარ, წადი. აბა, რა იყო ისეთი მნიშვნელოვანი ამ ხელა გზაზე რომ მოხვედი? იმის გათვალისწინებით თუ რამდენი ფულის შემომაქვს, მე მგონი მიმსახურებ ნახო რა ჯანდაბად მიდის ასე ცუდად საქმე. მეთის ლაბორატორიების ექსპერტი გახდი? უნდა გვასწავლო როგორ გამოვასწოროთ ყველაფერი? და იქნებ შევძლო შველა. რა მოხდება რომ მანახოთ? არ მიყვარს დროს რომ მაგარგვინებენ. უკვე აქ ვარ და არ ამგონია 10 წუთი რამეს ნიშნავდეს, როცა 50 მილიონი გვაქვს უკვე დაკარგული. სიმართლეა. უსაფრთხოა ჩამოსვლა? კი, ჩამოდი. ქალბატონები წინ. მაღალქუსლიანებით რა თქმა უნდა. ცოტა რთული იქნება.
კარგი, ყველაფერი ნახე უკვე. კი. ნახე. რა იყო? დავიწყოთ იმით, რომ აქ სიბინძურია. ვიღარ დედა ჩემი? რა არის სიბინძურე? უბრალოდ ბნელა. შენ სერიოზულად გონია, რომ ეს შენი წინამორბედის სტანდარტებს შეესაბამება? იმიტომ რომ ეს ასე არ არის. ნუ პროდუქტს რასაც ვამზადებთ, მშვენივრად იყიდება, ჰეიზენბერგის სტანდარტებს არ აქვს მნიშვნელობა. ვისთვის? ქეციანი არიზონელი ნარკომანებისთვის? ჩემი მყიდველებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკიდან აქვს მნიშვნელობა. ამას დანამდვილებით გეტყვი. აქედან გამომდინარე, ჩემთვისაც აქვს მნიშვნელობა. მისმინე? ვერ გავყიდი თუ ეს ტიპი ცუდი ხარისხის სასაწარმოებს. თუ უკეთ შეგიძლია გააკეთე. არ ვიცი რა გითხრა. მისი დაბრუნება ხო სცადე? უარი გითხრა ხო და ჩემგან რა გინდა ვერ გავიგე. ტოდი, ისევ ტოდი აიყვანე. ტოდი? მან ჰეიზენბერგისგან ისწავლა, ხომ ესეა? ტოდმა პირველი ორი მოხარშვა 74%-ზე გააკეთა. მესამეზე კიდე ცეცხლი გააჩინა, მისმინე. სცადე ჰეიზენბერგის გზით. არ გამოვიდა. ჩემს ტერიტორიაზე მინდა ვხარშო იმ ხალხთან ერთად, ვისაც ვენდობი. ტოდთან ერთად არა, არ ვენდობი. ეს არის ამ ნუ საუბარი. ტოდს არც მე ვენდობი. კარგი იქნებოდა. შანსი რომ მიგეცა მისთვის. ეი, პრობლემა გვაქვს. რა არის? შენ აქ იყავე. მე მგონი ჩაკეტავენ დიდია. რა ჩემდება ხდება? ამოხოცეს ყველა. ქალბატონო, კარგად ხართ? გესმით? ინა. ტოდი? შეგიძლიათ როცა მოგინდებათ ამოხვიდეთ. რა? არ მითხრათ ახლა რომ მარტო ტოდმა დახოცა ის ყველა. მე არ მინდა ვნახო. კარგი. მაშინ იქნება უბრალოდ თვალები დახუჭოთ. კარგი. აი აქეთ. მარჯვნივ. არა, მარტო ტოდი არა. აუ, ბიზამისია? ბიზია ჯეკ. დეკლანი გადარჩა. მაგრამ ახლა მიასიკვდილებს. ცეცხლი. ოჰ, ყველაფერი რიგზეა. ბოდიში. დამშვიდით ქალბატონო. კარგით ბიჭებო. ყველაფერი წავიღოთ. კაი. დაუბრუნდეთ ახლა ჰენკს. საინტერესოა რომ ამათი ჩვენება გადაწყვიტეს ლიდიასი და ტოდისთან ერთად თუ შეიძლება მე მგონი მივხვდი რატომაც აჰეითებენ ლიდიას ტოდთან ერთად დაიწყებს მუშაობას, ხო? გამარჯობა. შენ დღეს არ მუშაობ? რას მუშაობს?
ხუმრობ ხო? ხო, სვეტში. შენ არ მუშაობ? მიდიხარ ოფისში. შეიძლება მტკიცებულებები მართლა არაა საკმარისი იმისთვის, რომ ვოლტი ჰაისელბერგად შეეცხომ უკვე. მარი ჯერ არ მაქვს ის რაღაც რაც ყველაფერს დაამტკიცებს. უბრალოდ არ მაქვს. მაშინ მიეცი უფლება დაგეხმარონ. უთხარი სტივს, რეიმის. უკვე გააქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ დააჯერო ეს ამბავი. მთელი DEA ჩარტი ამაში, ეს უნდა ხდებოდეს ასე, არა? არა. არა? რა არა? მარტო ხელმგელი მაკ უაიდი ხარ? მისმინე პატარა. ამით უნდა მიხვიდე, ჰენკ. მისმინე. ის დღე, რა დღესაც ამით მივალ, იქნება ჩემი კარიერის ბოლო დღე, გესმის? იქ მისვლა მომიწევს. იმ ადამიანების თვალებში ჩახედვა და აღიარება, რომ პიროვნება, რომელსაც მთელი წელი შენი ქვისლი იყო. სვეტში. ჩემი ქვისლია. მანდ დამთავრდება ყველაფერი. ამ ისტორიის მოყოლიდან 10 წამში ჩვეულებრივი მოქალაქე ვიქნები. და მე როგორ დავეხმარებით სკაილერს? თუ მოვა აზრზე? იქ როცა მივალ, დამამტკიცებელი საბუთით მივალ და არა ეჭვებით. ის კაცი მაინც ვიქნები, ვინც დაიჭირა. რა მოხდება თუ მოიცდი? და შენ გარეშე დაიჭერენ ვოლტს. და გაარკვევენ, რომ იცოდი და არაფერი თქვი, ჰენკ. ამის გამო ციხეში არ გაგიშვებენ? შეიძლება კი. გამარჯობა, ჰენკ. დილამშვიდობის. გამარჯობა. გამარჯობა უფროსო. როგორ ხარ, ჰენკ? გამარჯობა. შეხედეთ ვინ დაბრუნებულა. ჩემი თვალით უნდა მენახა. როგორ ხარ? კარგად, მოგენატრე? მომენატრე თუ არა? ალბათ ისე მომენატრე, როგორც ჩემს ყვერებს სოკოენატრებად. არ ვიცოდი ყვერები თუ გქონდა. კარგი ხო, კარგი. მოკლედ 1 საათში ბიუჯეტთან დაკავშირებით გვაქვს შეხვედრა. და მე რეცეპტით გაცემული წამლების ბრუნვის კონტროლის ჯგუფიდან შეხვდები ახალბედებს. კაი, მისმინე. იქნე გადავიტანოთ ბიუჯეტთან დაკავშირებული შეხვედრა და მაგის მაგივრად რემისთან მოვაწყოთ კონფერენცია. რა სიტყვი? რატომ? უბრალოდ ჩამორჩენილ საქმეებს რომ დავეწიო. ჩემთვის. კარგი? ასე ვქნათ. უი, ხო. ფულის ამბავი გაიგე? არა, რომელი ფულის? ძალიან მოგეწონება, შენი მეგობარია ამასთან კავშირში, ჯესი პინკმენი. პინკმენი? ამას გეტყვი, ჯესი. შენთან ერთად არ მოიწყენს კაცი. საერთოდ არ მოიწყენს. კარგი, მეგობარო. მოგვიყევი, აბა? რატომ იცროდი მილიონობით დოლარს ალბუკერკის ქუჩებში? გვირდები იმდენ ხანს გავქაჩავთ, რამდენსაც შენ. გეთახმები. შენ არ იცი რა მხელა შარდის ბუშტი მაქვს. ხო, ამდენი ფული რომ მქონოდა, ალბათ სულ მაგაზე ვილაპარაკებდი. გეთახმები, მაგრამ მე მანქანის ფანჯიდან სულაც არ დავიწყებდი. ჩემი ხელფასი რობინ ჰუდობის უფლებას არ მაძლევს სამწუხაროდ, მაგრამ როგორც ჩანს, ჯესი ფულში დაწურავს. სავსები. დარწმუნებული ვარ, საკმაოდ აზრიანი ახსნა აქვს თუ საიდან იშოვა ამდენი ფული. იპოვა. ან კარტის თამაშის დროს მოიგო, ალბათ. კარტში მოიგო, იღბლიანი ღამე ჰქონდა კაზინოში. ჯესის ყველა. იღბლიანი ღამე ჰქონდა? ჰენკი თუ ჯესის დაუწყებს ახლა დაკითხვას და ვოლტის შესახებ კითხავს. რამდენი წუთი დაგჭირდა? თუ შენი თავდება სერია. მასტიმულირებელი საუბარი. რამე მოგიტანოთ? ყავა, გაზიანი სასმელი. კაი. ესეც ვიცოდი. ჯესი პინკმენთან უკვე მქონდა ურთიერთობა. ჩემი აზრით ის სხვა მიმდინარე გამოძიებაში დამეხმარება.
მისმინეთ, მხოლოდ 2 წუთს ვითხოვთ, თქვენ თქვით, რომ ვერ აალაპარაკეთ. ეგ ბავშვი ვერ მიტანს ვეზიზღები გასაგებია? კი. იქნებ ისე გავაღიზიანო, რომ ალაპარაკდეს. მერე უკვე თქვენ უკვე აღარ. და ეგ უკვე აღარ გაჭრის. დებათ ამ ნეხვის მაგრამ თუ ეთქვის სერიოზულად რომ იცის ვოლტის შესახებ, თუ რამე კარგს მოყვება სანამ იქვიქნები, გაგიზიარებთ 100%-ით. მოსაწევად გავიდოდი სიამოვნებით. ხო? მეც და თქვენც იქნებ ცოტა ხანი მიგვიხედოთ ეჭმიტანებს. რა თქმა უნდა, არ დაგაღალატეთ. შემდეგი სერიისთვის არ გადადოთ რა, მაგრამ ახლა მე უნდა ვუყურო შემდეგს რა მნიშვნელობა აქვს. გახმოვანებულია აჭარანის მიერ. ესე იგი ეს იყო მძიმე დანაშაული. მეხუთე სეზონის მეთე სერია Buried. ჩემი კაი. всё. ჰენკმა იცის, მერი იცის, სკაილერმა და ვოლტმა იცის, რომ იმათმა იციან. ერთადერთი არ იცის ფლინმა. და აი არ ვიცი რა. ეს სკაილერის და მერის სცენა მაგარი იყო. არ ვიცი, და ჰენკმა მაინც რაღაც პონჩი ჰენკი მართალს ამბობს, რომ სამსახურიდან დავიმოუშვებენ, მაგრამ რა ხო არაფერი. მე იმას მაინც ვემხრობი, რომ ვოლტის შესახებ იცის, ანუ უბრალოდ იცის რა, ვოლტის შესახებ არ უნდა რომ სხვებს გააგებინოს, იმიტომ რომ როგორც ვოლტი ზრუნავს ოჯახზე, ისე ზრუნავს ჰენკიც. ეს გააჩნიათ საერთო, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი განსხვავებული მეთოდები აქვს ზრუნვის, მაგრამ რას ვიზამთ ეგრეა. და ჯესის ამბავით სალკე ვაუ. ეს ფული და ახლა ჯესი და ჰენგი შეხვდნენ ერთმანეთს, ძალიან მაგარია. რა იქნება ახლა? თან სოლიც ყავს კიდე საქმეში. ნახოთ. ახლა მე გავაგრძელებ პროცესს, მაგარი სერია იყო. კიდევ ერთი მაგარი სერია, ვიცი ყოველ დღე ამას ვამბობ, როცა ბრეკინგ-ბედს ვიყურე, ყოველ დღე რა, ყოველ ყურებაზე, მეხუთე სეზონში. მაგრამ ხო, და ასევე ეს ლიდიას და ტოდის ამბავი, და ბიძა მისი კიდე, ტოდის ბიძა, ჯეკი, მგონი ასე უთხრა, ასე დაუძახა. თუ ჯეკი, აღარ მახსოვს, მე მგონი უფრო ჯეკი. საინტერესოა, სადაც კი ყავს ხალხი მართლა როგორც ამბობდა, რომ ემუქრებოდა ბაიქს და ჯესის და ვოლტს ბიძა ჩემიო და ერთი ამბავიო, მაგრამ რავი. ჩვენ არ გაგვიფუჭოს საქმე, ანუ ვოლტს, სკაილერს, ჯესის, ყველას თავადმირებს. ნელ-ნელა მესმის ლიდიას რატო აჰეითებენ. მაგრამ არა, მე არ ვაპირებ არც ლიდიას და არც სკაილერის დაჰეითებას, უკაცრავად. სკაილერი ამ სეზონში მართლა მეწოდება. ასე რომ ხო, შემდეგ სერიის ქვია Confessions, ჯესი იტყვის. შემიგაი. ისე ამ სერიას რო ხმეოდა Confessions, მგონი ეგეც კარგი აზრი იქნებოდა, მაგრამ ხო. მძიმე დანაშაული მე-5 სეზონის მე-11 სერია 3, 2, 1 დავიწყეთ. ტოდი? კი. გახმოვანებულია აჭარა.net.com-ის მიერ. გამარჯობა ბატონო ვაით, მე ვარ. ვიცი ალბათ ძალიან დაკავებული ხართ მას შემდეგ რაც საქმეს შეეშვით, მაგრამ სიახლე მაქვს, რომელიც ალბათ უნდა იცოდეთ. მე და დიკლენის აზრთა სხვადასხვაობამ საქმეს ხელი შეუშალა, ახლა კი ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ დალაგებულია კი. რაღაც ცვლილებები მაინც არის მენეჯმენტში. ვიფიქრე, უნდა გცოდნოდათ. დეტალები თუ გაინტერესებთ, ყოველთვის შეგიძლიათ დამერეკოთ. კარგი, მადლობა. ნახვამდის. კარგად.
ხო და მეც ვდგავარ მატარებლის ვაგონზე და წყალს ვიშვებ შიგნით. ის კი მიყურებს, რომ ზუსტად ის რაოდენობა შეუშვათ, რამდენიც გამოიანგარიშა. ამასთანავე ძალიან დაკვირვებით უნდა ვიყოთ, რადგან წყალი და მეთილამინი სხვადასხვა წონის არის, მაგრამ მან ყველაფერი მილიმეტრებში გათვალა. მოკლედ, ვდგავარ ვაგონზე. შლანგით ხელში და ყველა თავის საქმეს რაც შეიძლება სწრაფად აკეთებს, რადგან სულ რამდენიმე წუთი გვაქვს დარჩენილი. ჩვენი კაცი, რომელიც გააჩერა მემანქანეებს ელაპარაკება და დრო გაჰყავს. უცბად ვიღაც ტიპი გამოჩნდა დიდი მანქანით და ჩაგვიშალა გეგმები, რადგან მას თავისუფლად შეეძლო ჩვენი მანქანის გზიდან გადაყვანა და სწორედ ასეც მოიქცა. მოიცადე თქვენი ტიპი რას აკეთებს, ვერ აჩერებს? კი, მაგრამ რა უნდა უთხრას? მადლობთ რომ დამეხმარეთ, მაგრამ ჩემს მეგობრებს ჯერ არ დაუმთავრებიათ, ვარვაო. მოკლედ იგი დაგეწყვეტები, რადგან ვიცი რომ ჯერ არ დაგვისრულებია, მაგრამ ფაქტიურად ბოლოში ვარ დგასული და აი ბატონი ვაითი მეუბნება, რომ საკმარისია. შლანგი მოვისროლე თავზე, გადავაფარე, ჭანჭიკებს მოუჭირე და უესრად ვიგრძელი რომ მატარებელი დაიძრა. და შენ კიდე თავზე ხარ? ხო არ ჩაიფსი? მან დაუჩქარა და მე მოძრავი მატარებლიდან გადმოხდი, კასკადიორივით. ჰუპერივითა. ნანახი გაქვს? ხო, ბატ რეინოლდსი რომ თამაშობს. კარგი კინოა, მაგრამ ის ვერ ტრენიდან გადმოხდა, მატარებლიდან კი არა. რა მნიშვნელობა აქვს? კარგი კინო იყო და მორჩა. ამასთან ერთად ჩვენი ტიპი ჯესი მატარებლის ქვეშ მოხვა, მაგრამ ის ძალიან გამხდარი ტიპია და ამიტომ არაფერი მოსვლია. სერიოზული ოპერაცია ყოფილა. სრულყოფილი იყო. ვერავინ მიხვდა რომ გავძარცვეთ. ზუსტად ისე როგორც ჩვენ მქონდა დაგეგმილი. ბატონმა ვაითმა თქვა, ის ყველაზე დიდი პოტენციური ფულის ხრივ, ეგ იყო და ეგ. კიდევ გნებავთ რამე? არა, მადლობა ზვიფასო. ანგარიში მოგვიდანეთ. აბა რას ფიქრობ? შეძლებ ხარშვას? კი. შეგიძლია ლაბორატორიის მართვა? წესიერად გამართავ? კი, მივხედავ. კარგი. მაშინ ვიშოვოთ ფული. ტუალეტში უნდა წავიდე. ოდეს მე თვითფრინავში დაკვირვები ხარ იმ ჩაზნექილ ადგილს, სადაც საფრეფლე იყო ხოლმე. ვუყურებ მაგას და ჩემთვის რა ამბობ რა დაემატა. სიმართლე გითხრათ, ეს ამბავი ცოტა არ იყოს არ მაინტერესებს. ამ ტოდის და ბიძამისის და ფენკთან და ჯესისთან. ველოსიპედზე მინდა რომ ტრაკზე გემრიელად შემოვარტყა ისე მისი კეთილდღეობისათვის. აჰა, სისხლი. New Mexico. Hey, დაგვაბრუნეთ ახლა ჰენკთან. ეს ჯესის გადმოსახედი. ჩემი კაი ვაფშე არაფერი გაუგონია. და ჰენკი რომ შემოვა დამაფხიზდება, ხო? კი? ბატონო პინკმენ. დღეს როგორ გზნობ თავს? არც ისე კარგად, ხო? შეიძლება შენი დახმარება შევძლო. შენს პარტნიორზე
ჰეიზენბერგზე მინდა დაგელაპარაკო. ვიცი ის ჩემი ქვისლი ვოლტია. სწორედ ამ გამოხედვას ველოდი. კი ჯესი ამას არ ელოდა. გაგიმართლა, რადგან მისით უფრო ვარ დაინტერესებული. ამიტომ შემოთავაზება მაქვს. დამეხმარე. არა ჯესი ამას არ მომიხები ელოდა. ყველაფერი შენზე, მასზე, მეთის თქვენს პატარა ბიზნესზე. და ამის შემდეგ შეიძლება დაველაპარაკო ჩემს მეგობრებს პოლიციაში და შენს შესახებ ყველაფერი დავივიწყოთ. ვიცი რომ სწორედ ისაა გენიოსი და იმის გათვალისწინებით თუ ამ ბოლო დროს როგორც იქცევი ალბათ 60-ში პრობლემებია. იქნებ ურთიერთობა გაგიფუძნათ. ასე არა? მომწოვე. კარგი, ასე გინდა გააგრძელო? რატომ არ მომკლავთ ცემაში და მაგზით არ მიიღებ ინფორმაციას? ასე არ აკეთებ ხოლმე? ჩემი კაი. მან მართლა დაგაზიანა რა? რადგან ვფიქრობ ბედნიერი ხალხი მილიონებს ქუჩაში არყრის. ამის გამო ვოლტი ალბათ თავში წამოგარტყავს. მაგრამ იქნებ სწორედ ამაშია საქმე. ჩემი საკუთარი ქვისლი 1 წლის განმავლობაში მატყუებდა. დამიყენებდა. შეიძლება გესმის. მას ვგრძნობ. ნუ, რავი. დამეხმარე ჯესი. და ერთად შევძლებთ მის მოშორებას. არა. ვიცი რომ ეს გინდა. არ უნდა. გონი ლაპარაკი გინდა. შენთან არა. აგენტო შრეიდერ, ამ ბოლო დროს ვინმე ეჭვმიტანილი ხომ არ გიცემიათ? შენ მაღალო და უფრო მაღალო. გკითხეთ ჩემს კლიენტთა რა ამბებში იყო. მათი ბოლო განმარტოვებისა საცოდავი ბავშვი უგონო მდგომარეობაში ეგდო. აბა ბატონებო, ბოლოს და ბოლოს როდის იმოქმედებთ კანონის შესაბამისად, რადგან ამბობთ გაიძულებთ. კარგი, ვეცდების სიმშვიდე შევინარჩუნო, მაგრამ მეტყვირა ჯანდაბაგჭირს. ჩემი ბიჭები ტრაკზე იხევიან, რათა ვოლტის ფული დაუმალონ ფედერალებს. შენ კიდე რა ფანჯრიდან სროლა აგიტყდა? და ამ შენი კაცმოყარეობის შესახებ ახალ ამბებში უნდა გავიგო? შენ თავი ხო არ მიატკი რამეს? მაშინ რატომ დამირეკე? როცა დაგიჭირეს. რა უთხარი შრეიდერს? არაფერი ხმერთო, დამშვიდდი. დამშვიდე? არა, არ დამშვიდები, რადგან სიტუაცია დღითი-დღე იწაბება. ალბათ შრეიდერმა გაგანდო თავისი ახალი აღმოჩენა. კი. იქნებ ახლა მიხვდე რატომ არ ვარ შვიდად. გამოიყენე ის ფული, რომელიც მოგეცი. არა სოულ გეყოფა ლაპარაკი. სოულ არ მაინტერესებს. უბრალოდ კენი, შენი ჯადოქრობა გამოიყენე და დამირეკე, როცა მაქედან გამოვა. მამა, მოვედი. ხო, ახლავე გამოვალ. დღეს არაპირებ მუშაობას. გუშინ ძალიან გვიან მოხვედი. ხო. დროის შეგრძნება დავკარგე. მამა გარეთ გავალ, კარგი? სად მიდიხარ? დეი და მარიმ დამირეკა ახლა. არა. ის ამბავში უნდა დახმარება და მერე სადილზეც დარჩიო.
წავალ, კარგი? მე მგონი კარგი, მე რეგნახავ. აუჩინი. ერთი წამით დაიცადე. შვილო, უმცროსო, ერთი წამით შიგნით შემოდი. შემოდი შიგნით. რა იყო, რა მოხდა? ამაზე მეუბნები? არაფერი, კარგად ვარ, მართლა. უბრალოდ შენთან ლაპარაკი მინდა. კარგი, ხო, კარგად ხარ. კი, დაჯექი? არც ისე. არ მინდა რამე დაგიმალო. განვითარებულ მოვლენების ცოდნას ნამდვილად იმსახურებ. გუშინ გავითიშე. ძალიან ცოტა ხნით და აი ეს მომივიდა. რატომ გაითიშე? ჩემი ბოლო ანალიზები ფილტვზე პატარა ჩრდილს აჩვენებს. მაგრამ სიმსივნე დაბრუნდა. ჩემმა ექიმმა ქიმია დამინიშნა და სწორედ მაგიტომ ვარ ამ ბოლო დროს ასეთი დაღლილი. ჩემს თავს ზედმეტად ვატანდი ძალას და ეს კარგად მესმის, მაგრამ არ მინდა რომ ინერვიულო. ჩათვალე გაკვეთილი ნასწავლია. ახლა რა მოხდება? ახლა რა მოხდება და ცხოვრებას გავნაგრძობთ. როგორც ყოველთვის. არ ინერვიულო, კარგი? ვიცი, რთულია, მაგრამ დაავადება ერთხელ უკვე დავამარცხე, ამიტომ არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ მეორედ ვეღარ შევძლებ. ჩემი ექიმიც ამბობს, რომ ჩემი ორგანიზმი მკურნალობაზე ძალიან კარგად რეაგირებს და მე ეს სავსებით მიხარია, გასაგებია? კარგი? თქვენი მხრიდან დახმარება იქნება თუ ყველანი პოზიტიურად იქნებით განწყობილები. შეგვიძლია ამის გაკეთება? ხო? აი, კარგი. კარგი, ახლა მიდი დეიდამარისთან წადი და ამაზე მერე ვილაპარაკოთ. თან ისე რომ დედაც დაგვესწროს. არა. სახლში ვჩები. არ საწავა. სპეციალურად უთხრა. საღოლოდ. ფლინი შენთან ერთად არ არის? არა, რატომ უნდა იყოს? აბა როგორ მიდის საქმე? ასე ცუდად? ჰენკ, რამდენად ცუდათაა საქმე? არავისთვის არ მithავს. და რატომ? ჯერ არ დამდგარა მაგის დრო. არა, უკვე გავიდა ამის დრო, ამოიწურა. ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? ახლავე უნდა მოუყვა ყველაფერი. უარესი იქნება თუ გაიგებენ რომ ყველაფერს უმალავდი. მისმინე. ჯერ რაღაც საქმეები უნდა მოვაგვარო. რა რაღაცეები? ჯესის ამბავი. რა კვალი? რამე ახალი ამბავია? მისმინე, მარი, არავის არაფერს უმალავ, გასაგებია ღმერთო. ნუ მასწავლი ჩემს საქმეს. ვოლტ? დარწმუნებული ხარ? კი. კარგი. რა სიწერე? მზად ვარ. ჩემი სახელია ვოლტერ ჰარტველ უაიტი. ცხოვრობს 308 ნეგრა არაიო ლეინში, ალბუკერკე, ნიუ-მექსიკო 871004. ეს არის ჩემი აღიარებითი ჩვენება. ვაუ. მოვიდნენ. აჰა. გმადლობთ რომ მოხვედით. კარგი. მე დავიწყებ.
სკაილერმა და მე კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გარდუნოში. ჩემი სახელია ტრენტი. დღეს მე მოგხედავთ, ამას აცლით ხომ არ დავიწყოთ. მაგალითად მარგარიტა, გვაკამოლეზე რა სიტყვით? მე მგონი მენიუში გასარკვევად დრო დაგჭირდება. მაშინ წყალს მოგიტანთ. წყალი კიდე სჭირდება თამათ 4-ვეს. ესე იგი გინდა აღიარო? ასაღიარებელი არაფერი მაქვს. აქ ვოლტერ უმცროსზე სალაპარაკოთ მოვედით. ფლინი და ჰოლი ჩვენთან უნდა ცხოვრობდნენ. მორჩა და გათავდა. და ვფიქრობ შენი დამოკიდებულება უადგილოა. და ვფიქრობთ, რადგანაც მარი უმცროსის საკუთარ სახლში შეტყუებას ცდილობდა. მის შეტყუებას არ ვცდილობდი. რაც არ უნდა დაარქვა. მოკლედ გვინდა გთხოვოთ, რომ ჩვენს შვილებს თავი დაანებოთ. ამ ერთი წლის განმავლობაში უმცროსმა ისედაც ბევრი გადაიტანა. შენ ხარ ჰენკ, წარმოგიდგენია რას უზავს შენი გამოძიება? რას იგრძნობს, როდესაც ამ ყველაფერს მოისმენს? ის მოისმენს, როგორ ვაკაკუნებ შენს კარებზე და გიჭერ. თუ ეგ დღე როდესმე დადგება, მაშინ ასე იყოს. არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გაქვს, რომ შენი პრეტენზიები დააკმაყოფილო. რატომ უნდა დავშალოთ ოჯახი? აბა, გვაკამოლეზე რა სიტყვით? მაგიდაზე მოგიბზადებთ. კარგით, კიდევ რამოდენიმე წუთს მოგცემთ. როგორ შეგიძლია ასე იჯდე და უბრალოდ უსმენდე? მხოლოდ ის გვინდა, რომ ბავშვები უსაფრთხოდ იყვნენ. შენ კიდევ მან საფრთხეში ამყოფებ, როდესაც ერთ ჭერქვეშ აცხოვრებ ამ ისინი უსაფრთხოდ არიან, მარი. ისინი ხომ შედი ხელით წაიყვანეს სახლიდან და უკანაც მე თვითონ დავაბრუნე. ისმინე, რაც თქვენ გონიათ, რომ ვოლტმა ქნა? უნდა შეიგნოთ, რომ ეს არ არის მიმდინარე პროცესი. სკაილერ. არა. უნდა გაიგონ, რომ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. დასრულებულია. არაფერია გამოსაკვლევი. არაფერია მისაღწევი. საერთოდ როგორ შეიძლება შენი პირიდან ამოსული ერთი სიტყვაც კი დავიჭეროთ? არავინ იცის თქვენ ტყუილების დასაწყისში ხარ თუ დასასრულში. შენი ღალატის ამბავი? მისმინე, უმცროსმა ახლახან გაიგო, რომ ჩემი სიმსივნე დაბრუნდა. მან უკვე იფიქრა იმაზე, რომ შეიძლება მამამისის გარეშე იცხოვროს. გინდათ ამ ყველაფერს ეს დაამატოთ? ეს არ არის სწორი საქციელი. კიდევ ერთხელ ახსენებ სიტყვას სწორს და იმას გულისხმობ, სწორი საქციელი იყო ნარკოტიკების იმპერიის აწყობა. არანაირი ნარკოტიკების იმპერია არ არსებობს. აბა შენი შვილის ჩათვლით, ყველას რომ გვატყუებდი, ეგ იყო სწორი საქციელი. რა ვქნა, რომ დაგაჯერო? თავი მოიკალე, ვოლტ. რო უბრალოდ ადექი და თავი მოიკალე. ყველაფერი შენთან ერთად მოკვდება. მე მგონი ამის თქმას ცდილობა რა? ესე იგი ჰენკმა უნდა დაივიწყოს ეს ამბავი და გაცადოს როდის მოკვდები. მაშინ იქნებ ჯობია რომ შენ მოიკლო თავი. ეგ არ არის გამოსავალი. არა, არ არის გამოსავალი. ასე ადვილად ვერ გამოძრება. ღმერთო, ჰენკ. შენს გეხება თუ მის მხარეს დაიკავებ. ო შენ რა ფიქრობ, რომ ყველაფერი ასე მარტივად გაგივა? ეგ არასოდეს მოხდება. იმას ვამბობთ, რომ მორჩი ამ სისულელეებს. ვერანაირი მოლაპარაკება ვერ გიშველის. მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს, კაცურად მოიქეცი და რაც ქენი ყველაფერი აღიარე. სხვა გზა არ არსებობს. წავედით. აი ჩემი სახელია ვოლტერ ჰარტველ ვაიტი. ვცხოვრობ 308 ნეგრა არაიო ლენში, ალბუკერკე, ნიუ-მექსიკო, 871004. ეს არის ჩემი აღიარებითი ჩვენება. თქვენ თუ ამას უყურებთ, ესე იგი სავარაუდოდ მკვდარი ვარ.
ჩემი ქვისლის ჰენკ შრეიდერის მიერ მოპლული. ჰენკი მთელი წლის განმავლობაში მეთის იმპერიას აგებდა და მიყენებდა ქვისლის ჰენკ როგორც შრეიდერის. ქიმიკოსს. ჩემი რა? 30 წლის იუბილის შემდეგ მან მალევე შემომთავაზა ქიმიის ცოდნა გამომეყენებინა და რა? მეთი მომეხარშა. რომელსაც შემდეგ ის გაყიდდა იმ კავშირების დახმარებით, რომლებიც ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციაში მუშაობის დროს დაამყარა. განსაკუთრებული ვიყავი. რადგან ყოველთვის მეგონა რომ ჰენკი წესიერი კაცი იყო და ახლა როდესაც უძლური ვიყავი მან დრო იხელა და სიტუაციით ისარგებლა. აჰა. დამისვეს სიმსივნის დიაგნოზი, რაც ჩემს ოჯახს გაკოტრებას უწინასწარმეტყველებდა. ამ დროს ჰენკმა წამიყვანა და მანახა თუ რამდენად ბევრი ფულის შოვნა შეიძლება ერთი პატარა მეთის დაკავშირებული ოპერაციებით. დასუსტებული ვიყავი. არ მინდოდა რომ ჩემი ოჯახი ფინანსურად დაუძლურებულიყო. ამიტომ დავთანხმდი. ჰენკს ჰყავდა პარტნიორი, სახელად გუსტავო ფრინგი. ჰენკმა მაიძულა ამ ადამიანის მონა გამხდარიყავი და როდესაც წამოსვლა ვცადე ფრინგი თელს ჩემს ოჯახს დაემუქრა. ნუ ეგ ნაწილი არ ვიცოდი სიმართლეა. რა მექნა. ამ დროს ჰენკს და ფრინგს რაღაც უთანხმოება მოუვიდათ და სიტუაციამ ესკალაცია განიცადა. ფრინგმა ჰენკის მოკლა შეუკვეთა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჰენკი სერიოზულად დაზიანდა და მე მას მკურნალობის ხარჯები დაუფარე, რამაც $177,000 შეადგინა. გამოჯამთელებისას ჰენკი განრისხებული და შურისძიების წყურვილი გიწევს. ჰექტორ სალამანკასთან ერთად მან ფრინგის მოკლა დაგეგმა. ბომბი, რომელიც მან გამოიყენა, მე დავამზადე. სხვა გზა არ დამიტოვა. რამდენჯერმე თავის მოკლა გადავწყვიტე. მაგრამ ლაჩარი ვარ. პოლიციასთან მისვლა მინდოდა. მაგრამ შეშინებული ვიყავი. ჰენკი ალბუკერკეს ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციის უფროსი გახდა. ჩემზე კონტროლის გასამძაფრებლად მან შვილები წამართვა. 3 თვით თავისთან გამართა. ჩემი ცოლი, რომელმაც არაფერი იცოდა ჩემი კრიმინალური მოქმედებების შესახებ, შეძრწუნდა, როდესაც გაიგო თუ რა ჩავიდინე. ნუ ეგ ჯოჯოხეთი იყო. შემცოლი კი. საკუთარი თავი მეზიზღებოდა იმის გამო, რაც ჩემ ოჯახს გავუკეთე. ახლა ხან კიდევ ერთხელ ვცადე, რომ საქმიდან გავსულიყავი და მისგან პასუხად აი ეს მივიღე. შემი. მეტი აღარ შემიძლია. ყოველ დღე იმის შიშით ვიღვიძებ, რომ ჰენკი მომკლავს. ან უარეს სიზამს. და ჩემს ოჯახს დააზიანებს. ერთადერთი რისი გაკეთება შემეძლო ამ ვიდეოს ჩაწერა იყო, რათა საბოლოოდ ყველამ გაიგოს სინამდვილეში ვინ არის ეს კაცი. შენი აზრით კიდევ ვისაჩვენა? არავის. ეს მუქარაა. ი. ამას იზავს თუ უკან არ დავიხებ. ჩემი აზრით რემის უნდა ანახო შენ სასარგებლოდ გამოიყენე, რადგან ამ ვიდეოში ტყუილების მეტი არაფერია, ჰენკ. ყველა ვინც გიცნობს ისიც იცის, რომ შენ $177,000 რა ჯანდაბას ამბობს? კი, მერი ხოიცის ჩემი. მარი დუძინიცუციტა. კაი ხანი დაგვრჩა, ხოლხატა. მითხრეს, რომ აზარტული თამაშებით ნაშოვნი ფული. რასთან დაკავშირებით? ღმერთო, მარი. არა, მარი. საიდან უნდა მცოდნოდა? საიდან უნდა მცოდნოდა ამ ფულის რეალური წყარო? რატომ იხდიდნენ ისინი ჩემს კურნალობის ხარჯებს? დაზღვევა ხომ მქონდა? სადაზღვევო მაგნეფულს არ გადაიხდიდა, რამდენიც შენ გამოჯამრთელებას ჭირდებოდა. მე მინდოდა საუკეთესო მკურნალობა ჩაგეტარებინა. რატომ არ მითხარი? რადგან ვიცოდი, რომ უარს მეტყოდი, მაგრამ მაგ ფულის გარეშე ალბათ ფეხზე ვერასდროს გაიგვიდი.
კი, ღმერთო სიმართლეა. ნუ ჰენკ. კაი, შენ ახლა ჯიგარი ხარ. ბოლო ლურსმანი დააჭედე ჩემს კუბოს. კაი რა, მეთქი გაჩვენდებოდა. რა ვქნათ? ვერაფერს იზამთ სამწუხაროდ. თუ ჯესის არა ალაპარაკებთ. ჯესი და სოლი მივიდნენ, მაგრამ მიესობობა. შენ ადგილზე უფრო ვინერვიულებდი. აღარაფერზე ნერვი გვაქვს. ყოველთვის უდაბნო უნდა იყოს. ანა. ვოლტი. არა, კომპიუტერი ჩდება. მოსასმენს ეძებს უბრალოდ იმას. გასრუმდა უმაკრეს რა. სათვალთვალოს. შევამოწმე უკვე. სუფთა რომ არ იყოს აქ არ მოვიდოდი. აი ეს იყიდი რადიოს სიხშირეებს იჭერს. უფრო ადვილია. რა იცის ჰენკმა? იცის რომ ჰეიზენბერგი ხარ მე მგონი მეტი არაფერი. თორემ უკვე ციხეში იჯდებოდი. ხო? რა გითხრა? უნდა რომ შენზე ინფორმაცია მივაწოდო. რაც ვქენით ყველაფერი მოვუყვე. კიდე? მე მგონი ამის შესახებ სამსახურში არ უთქვამს. რატომ მგონია? რადგან ჩემს სანახავად მარტო მოვიდა და საეჭვოდ იქცეოდა. თითქოს არ სურდა რომ მისი ლაპარაკი სხვა პოლიციელებს გაეგოთ. ამ ბიჭუნამ ნეხვის შტორმში რომ მოგვაქცია იმაზე არ ვსაუბრობთ. არ გინდა რომ გამოიცნო რა დაგიჯდა იმის საქმე მოაქცია. არ გინდა რომ გაისეირნოსო. ვაუს ვოლტ. ჯესი, მომცემ უფლებას დაგეხმარო. არ მომწონს ასეთ გულნათკენს რომ გხედავ. იქნებ ცვლილებების დროა. როგორი ცვლილებების? არ ვიცი. არ ვიცი. იქნებ ჯობს ყველაფერი დაივიწყო. ქალაქიდან წახვიდე უკან არ მოიხედო. სოული იცნობს. სოული იცნობს კაცს. რომელიც ამას გააკეთებს. რომელიც ადამიანებს ახალ ცხოვრებას აძლევს. კი. აქედან შორს წაგიყვანს და სულ სხვა განახლებულ ცხოვრებას მოგცემს. ვიცი, ცოტა ექსტრემალურად ჟღერს, მაგრამ იქნებ სწორედ ეგ გჭირდება. ვოლტ. ვფიქრობ შენთვის ძალიან კარგი იქნება. სუფთა მდგომარეობა. უბრალოდ დაფიქრდი. წესიერ სამსახურს იშოვი, კანონიერს, რომელიც მოგეწონება. ვინმე გოგოს შეხვდები, ოჯახს შექმნი, მით უმეტეს ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ხარ. რამდენი წლისაა ჯესი? გადარჩენია. ათე 24, 5, 6, არ ვიცი. რომ შემეძლოს. ადრე თქვენს და რავი,
კაიხანი კი არის მაგის ცხოვრება მერე წინ გასული. გაქვს და თან შეგიძლია ყველაფერი ხელახლა დაიწყო. რამდენიმე წელში აქაურობა ცუდი სიზმარივით გაგახსენდება. შეგიძლია ერთხელ მაინც არ ეცადოთ ჩემს დამუშავებას. რა? რაზე ლაპარაკობ? 10 წამი გაჩერდი, ნუ მომუშავებ. გეყოფა. ჯესი, არ გამუშავებ. როგორ არა? კი. გეყოფა ჩემზე მზრუნველობის სცენები და სიმართლე მითხარი. ისე ლაპარაკობ თითქოს ჩემი ქალაქიდან წასვლა მხოლოდ მე მეხება და ჩემი კეთილდღეობისთვის არის, მაგრამ სინამდვილეში ეს შენ გეხება. ჩემი წასვლა გჭირდება, რადგან შენი სირთავა ქვისლი არასდროს დაგვნებდება. მითხარი რომ ასეა. უბრალოდ მთხოვე, მითხარი რომ მაგრად კიდი ვარ. კი. მითხარი და ან ასე მოვიქცევი, ან არა და მომკლავ. ან არა და მომკლავ, გესმის? ისევე როგორც მაიკი მოკალი. კი. მაგის გამო არ ხდება ეს ყველაფერი. ისევე როგორც მაიკი ერთმანეთს მოკალი. სადღაც ტრაქში რომ ხვდებით. ჩემი მხრიდან უარის შემთხვევისთვის მოაწყე. მიდი. მითხარი, რომ ზუსტად ეს გჭირდება. რა სიტყვი ვოლტ? შენი კაი. ჩარტყავს? ჯგუფზე გადავლენ? თუ რამე სიტყვის? მიდი. რაღაცის ჩარჩურჩულებს ახლა. ვოლტ. ჩინგაი რა მოხდება? და სოლი უბრალოდ გასდა უყურებს. ხურდა გამომართვით? ეს თქვენი მანქანის მომსახურების მენეჯერს გადაეცით და ბედნიერ დღეს გისურვებთ. ახლა კიდე ლიდია არ დაადგეს. სკაილერ. სკაილერ 45 წუთში ქიმიის გასაკეთებლად უნდა წავიდე და შეგიძლია სალაროსთან შემცვალო. სკაილერ. იმუშავა. და ჩვენ კარგად ვართ. ხო, მაგრამ ასეთი კარგად ყოფნა. გესმის? უსაფრთხოდ ვართ. პალმერი და კასტანარესის სოულ გუდმენის ოფისს უთვალთვალებენ და ჯესი პიკმენსაც აქცევენ ყურადღებას. ხო, მე დავუყენე. არ გინდა ამიხსნა რაშია საქმე? ხო, გასაგებია. რატომ უნდა ვიცოდე რამე? ისინი ხომ უბრალოდ ჩემი კაცები არიან. მითხარი რა ხდება, პიკმენი პოლიციის დეპარტამენტის პრობლემაა და არა ჩვენი, ამის გარდა მასთან ცუდი წარსული გაკავშირებს. თუ ოდნავ მაინც იეჭვა რომ დასდევ, მაშინ შეუძლია გიჩივლოს. თუ რემნის ვერ ავუხსნი, რა ხდება, მაშინ ჩემი ბიჭები საქმიდან უნდა მოხსნა. კარგი მოხსენი. ვაუ. გითხარი მოხსენით ხო?
ცოტა ხნით გავდივარ. სამზე შეხვედრა გაქვთ, გახსოვთ? სხვა დღისთვის გადადებ. ვაუ. ბოლო შანსი გაქვს. არავის კიდე დაიმშვიდობო? საერთოდ არავის? არა. კარგი, ანუ ზარის თანახმად. განხორციელების შემდეგ უკან დასაბრუნებელი გზა მოჭრილია. თანახმა. მჭირდება ახალი ფილტრი Hoover Max Extract Pressure Pro მე-60 მოდელისათვის. გადაიქცევს. ცხელია, არც ძალიან ცხელი, ცოტათი ცხელი. ახლა ხან გათავისუფლდა, ხო? წესები იცის კი. ესე იგი 1 საათში, მანდ იქნება. მოგვარებულია. ამ ტიპს 25,000 უნდა გადაუხადო. შენმა მფარველმა მთხოვა, რომ დამატებით კიდევ მომეცა ფული, რათა ახალი ცხოვრების დაწყება გაგიადვილდეს. ისევ წელში გამართული იყო, სანამ ახალ ცხოვრებას შეეჩვევი. იმ პირობით თუ ფარჯიდან არ გადაყრინ. სერიოზულად ეს ბოლო ფულია. ამიტომ გამოზოგვა მოგიწევს. რა შვები, გადააგდე, არ შეიძლება, არ მოგცემ უფლებას. გადააგდე. რადგან ეს ტიპი არ წაგიყვანს თუ იქ კაიფში მიხვალ. გესმის შენ. ამიტომ გეყოფა მაიმუნობა, თორემ ისევ ჩვენ დაგვერხება. კარგია, დასაწყისიც ამას ქვია. ახლა მოსაწევი მომეცი. ღმერთო. ზოგი ადამიანისთვის კარგი რჩევა მიუღებელია. ფულისთვის შანთას მოვიტან. არც კი იფიქრო, რომ კიდევ არაფერი ადარდებს. ფრანჩესკა, ჩანთები. ფულისთვის. ფული რომ ჩაეტიოს. ჰიული მიგიყვანს შეხვედრის ადგილამდე და დაახვევს იქიდან. ჯესის არ წაიყვანენ, თუ ვინმესთან ერთად იქნება. ტელეფონი გაქვს? პოლიციამ წამართვა. კარგი, დამირეკე თუ რამე მოხდა, ის ტიპი არ გამოჩნდა ან ტელეფონი მისცა. სერიოზულად? ჰელო გიწი? სერიოზულად? უფასოა. როცა რაღაცას გჩუქნიან, მიიღე და ნუ მეწუწუნები. ტელეფონი გაჩუქა. კუთხეში იდგები. кейსის ყიდვა შეგიძლია. ეს ტიპი ძალიან პუნქტუალურია, გასაგებია? ამიტომ არ იმოძრაო, არ ადგე და უცბად ნაყინის საყიდლად არ წახვიდე, კარგი ბიჭივით დაელოდე. მოვა წაგიყვანს. შემდეგ გადაუხდი პირადობის მოწობას გამოგართვევს და ახალს მოგცემს. კარგად იყავი ჯესი პინკმენ. გამარჯობა საზოგადოებისთვის კეთილდღეობის წილის შემტანო. შემიძლია ის მაინც ავირჩიო საწავალს. შენი ცხოვრება, ამიტომ ვფიქრობ, გექნება მაგის უფლება. რჩევა გინდა? ფლორიდაში სიტყვი. გაირუჯები, შვედეთის ბიკინის გუნდს შეხვდები. ფლორიდაში წავიდოდი. მაგრამ ალიასკაზე რა სიტყვი? ალიასკა? სხვა განზომილებაა. საინტერესო. ამიტომ ლოსის მოყვარული თუ იყავი, მაგრამ შენ როგორც გინდა? ალიასკა, კარგია. აია, კი. ყველგან მაგრამ კარგია, სადაც საქართველოს არაფერი გირჩევნია. მზად ხარ? კი. რა თქმა უნდა. თავს გაუფრთხილდი ჯესი. კარგი. ნუ სერიალის დამთავრებამდე 5 სერია არ გქონდეს დარჩენილი. ვიტყოდი რომ ჯესი ვერ შეძლებს ამას, მაგრამ სავარაუდოდ იმით დამთავრდება სერიალი, რომ ჯესი უკვე ახალ ცხოვრებას დაიწყებს. პროსტა რაზე იქნება ელ კამინო. იმიტომ რომ ვიცი რომ ჯესია იქ მთავარი გმირი. სავარაუდოდ ვოლტი უკვე მკვდარი იქნება. მე-16 სერიაში მოკლავენ. ან თავს მოიკლავს, რა ვიცი. არ გინდა. სისულელეს თუ გააკეთებ. მოსაწევი ააცალეს?
მოიცა რა? რა, ვერ ხვდები. რა ჭირდება რა? რა? რამდენი დარჩა სერის თემთან? არა, დარჩა გაიხანი. ნუ, ცოტა ხანი, მაგრამ რა, ვერ მივხვდი რა იგუბის ხმა ახლა. ეი, მან შესვლა არ შეიძლება. არ მოვიდა? რატომ არ დარეკე? რატომ არ გაჩერდი? გაჩერდი. რა ოდი ჩნდება? წითელი. ჰიუელ. დროზე შემოდი. შემიგай. უკან დაიხიე. იყავი სადაც ხარ. რა? რა? ვერ გავიგე რა მოხდა? რა დავაშავე? შენ მომპარე. შენ და აუ, რიცინი. ჯიბიდან ამოიღე. აუ, ხო. ხო, კაი. ჰიუელს მომაპარინე შენი მოსაწევი. ხომ გითხარი ვერ გავრისკავდი იმ ტიპს რომ არ წაიყვანე. არა, რიცინი. მანამდე. სიგარეტი. შენ სიგარეტი მოიპარე. რა? რიცინიანი სიგარეტი. კი. იმას მოაპარინე და ეს ყველაფერი იმ განდონი ბატონი ვაითისთვის გააკეთე. შენ ბროკი მოწამლე. მან ბროკი მოწამლა და შენ დაეხმარე მას. აუ, ჩემი. კარგი ჯესი, დაწნარდი. გაიმეორე. კიდევ ერთხელ მითხარი რომ დავწნარდე. მიდი. მაპატიე, ხო, კარგი. ჰიუელს მომაპარინე სიგარეტი, მაგრამ ეს ვოლტმა მაიძულა. მითხრა რომ ამით გეხმარებოდა შენი გადარჩენა უნდოდა. ამაზე არასდროს არ დავთანხმდებოდი რომ ცოდნოდა რაც გააკეთებდა. ხო, არ დამიჯერო, საერთოდ ხო, არ იცოდა. გესმის? ამაში მართალია. სოლი თავისინებით ბროკს არასდროს მოწამლობდა. გაიწიე. გაეთრიე. რისთვის გიხდი ფულს? აუჩი. ეი, მე ვარ. ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს. ჩემი სახე გააძრო იმენა. $5 მაგივრად $1 მომეცით. უი, ხო, მოგეცით. ძალიან მწუხარ. ინებეთ? სკაილერიც მაგარი დაბნეულია. დიახ და ეს თქვენს ავტომობილის მომსახურების მენეჯერს მიეცით. სოლი მივიდა სკაილერ თუ ვოლტია ის? არა ვოლტია. გამარჯობა. რა ხდება? არაფერია. არაფერი? არა, ყველაფერი კარგადაა. კარგია. ისე კითხე. იცი რა ვნახე? იმ დღეს ეს საკეტი გაზიანი სასმელების მანქანის საკეტი არ კეტავდა. უბრალოდ იჭერს რამდენჯერაც ვავსებ მაგ ჯანდაბას. ვიფიქრე დავხედავ თქო. კარგი. კაი. ჩემი ვოლტ აჰა, კიდე შეიშალა. კარგი. ეხლავე. ეს მიეცით მენეჯერს და ბედნიერ დღეს გისურვებ. კარგი, იცი, ამ წამს გამახსენდა რომ ერთი წამლის რეცეპტი მომცეს და დამავიწყდა მეყიდა. აფთიაქში გავალ, კარგი?
კარგი. კარგი. გახმოვანებულია აჭარა net.com-ის. აღარა არ დამთავროთ რა. შემიგე. ჯესი. ვოლტთან. შემიგე. მასობაში კომპიუტერიც დამიჯდა, მაგრამ ჯანდაბას. ესე იგი. ეს იყო ძიმე დანაშაული მეხუთე სეზონის მე-11 სერია Confessions. ახლა გასაგებია რატომაც ქვია ეგრე. თავიდან მეგონა ვოლტის გამო, მაგრამ პარალელურად სოლის გამოც, როდესაც ჯესის უთხრა რომ ეს გააკეთა რიცინიანი სიგარეტი რომ ამოაცალა. ვაუ, ჩემიკაი. არ ვიცი რა. როგორ ვერ გავაანალიზე ეს სიგარეტის ღერებს გვაჩვენებდნენ და ეს მოსაწევი რომ ამოაცალა ჰიუმა მაგ მომენტში, სავარაუდოდ რო გადიოდა იმ მომენტში, მაგრამ ჩემიკაი. გასაგებია ახლა. და ტიპი შევარდა ვოლტის სახლის გადასაწყვეტი. ძალიან მაგარი სერიებია, ხო ხედავთ. მეხუთე სეზონი იმენა პიკია. არ ვიცი რა, არ ვიცი. აი, თან რა საინტერესო მომენტებზე ამთავრებენ ყველა სერიას. სავ. შემდეგ სერიაში ნახავთ რაც მოხდება და ჰენკის ამბავი, ჰენკის და მერის ამბავი. სიმართლე გითხრათ, ჰენკი ახლა მერიზე გაბრაზებული არ უნდა იყოს, იმიტომ რომ მერი მარიცოდა, ამ შემთხვევაში ეპატიება. მაგრამ ეს ვოლტის ამბავი და ჯესის ამბავი არ ვიცი. მაგარი სერია იყო. და ეს ტოდი ვიცი ტოდზე რა თქვა. იმედი მნიშვნელოვანი როლი ექნება მომავალში, მაგრამ რა ვიცი. აი, გასაგებია. ახლა ერთი სული მაქვს შემდეგი სერია ვნახო. ჯანდაბა. ჰენკი რასიზმს მაინტერესებს. და ვოლტს არ ვიცი რა. აი. დაგემშვიდობებით ახლა. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დატოვეთ კომენტარები, გააქტიურეთ ზარი და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. მადლობა ყველას. ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად ბრძანდებოდეთ.